თვითშემეცნება არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რასაც მივყავართ როგორც გაცნობიერებამდე, ისე შესაბამისად გასხიბოსნებამდე. ეს გასხიბოსნება არ უნდა წარმოვიდგინოთ რაღაც ანგელოზისებრი შარავანდედული ნათება თავზე. ეს არის ერთგვარი შინაგანი მდგომარეობა, როდესაც საკუთარ ეგოზე მაღლადგები და ბევრ საკითხს რიგითი მოკვდავებისგან განსხვავებულად აღმატებულად და მაღალი შინაგანი ემოციური ინტელექტით აფასებ. ადამიანი იბადება როგორც ინდივიდი, ანუ უნიკალური არსება. შემდეგ ეს ინდივიდუალობა ვითარდება, აზრები, ცოდნა, რწმენები, ჩვევები და ხასიათიც კი. უკვე შემდეგ გაჩნდა როგორც ნადები. და ამავე დროს ეს ყველაფერი ცარიერ ადგილას არ გაჩენილა. მაშ რა იყო დასაწყისში? თუ სუფთა ფურცელი, მაშინ სცადეთ გახდეთ ერთი წუთით ასეთი სუფთა ფურცელი. დახუჭეთ თვალები და შეწყვიტეთ აზრთა დინება. თუ შავ სიცარიელეს ჭვრეთთ, რაღაც დროით მოახერხებთ, რომ არაფერზე არ იფიქროთ. აი, თავში რაღაც მომენტში სრული სიცარიელე გიჩნდებათ. თუ ამ დროს შეწყვიტეთ საკუთარ თავად ყოფნა. გონების მუშაობა გაჩერებულია, მაგრამ რჩება ერთგვარი ინტეგრალური შეგრძნება, რომ ეს მე ვარ. და როგორ ახსნით, რომ თქვენ ეს თქვენ ხართ? კოდის ამ ეპიზოდში კვლავ ვსაუბრობ თვითშემეცნებით საკითხზე. სული, გონება და სხეული. ერთიანი თუ ცალ-ცალკე მყოფი სუბსტანციები. ადამიანის მიერ საკუთარი თავის როგორც პიროვნების გაცნობიერება ჩვეულებრივ ხდება სოციალურ წრეში, მისი მდგომარეობის კონტექსტში. მაგრამ წამით წარმოვიდგინეთ, რომ სოციალური წრე გაქრა და თქვენ კოსმოსში გამოკიდებული აღმოჩნდით. თქვენ არაფერი გაქვთ, არც საზოგადოება, არც დედამიწა, არც მზე, არც წარსული, არც მომავალი. არამედ მხოლოდ შავი სიცარიელე გარშემო. ყველაფერი გაქრა, მხოლოდ თქვენ დარჩით და რა დარჩა თქვენგან, როგორც უწინდელი პიროვნებისგან. ყველა ცოდნა და აზრი იმ გარემოს განეკუთვნებოდა, რომელშიც არსებობდით. ჩვევები, მანერები, სურვილები, შიშები, გატაცებები, ხასიათი, ასევე იმ გარემოსთან მიმართებაში მოქმედებდნენ. მაგრამ ეს გარემო უკვე აღარაა. მაშ რაღა დარჩა თქვენგან? ამ საკითხის განხილვა ძალიან ძნელია გონებრივი აღნიშვნების ფარგლებში. ჩვენ არ განმიხილავთ ამ ვიდეოში სულისა და ადამიანის არსებობის მარადიულ თემას. ეს ბევრ დროს წაგვართმევს და არსად არ მიგვიყვანს. ტრანსფერინგის მიზნებისათვის მოცემულ საკითხს არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა. გნებავთ სულის გჯეროდეთ, გნებავთ ქვეცნობიერის. შეგიძლიათ გჯეროდეთ სულის უკვდავების და შეგიძლიათ არ გჯეროდეთ. უდავოა მხოლოდ ის, რომ ადამიანის ფსიქიკა თავის თავში მოიცავს როგორც ცნობიერს, ასევე არაცნობიერს. თავიდანვე ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველაფერ ცნობიერს გონებას მივაკუთვნებთ, ხოლო არაცნობიერს სულს. სიმარტივისთვის და პრაქტიკული სარგებლისთვის ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავარკვიოთ მხოლოდ პატარა ნაწილი სულის შესახებ საკითხზე. საკმარისი იქნება, თუ მხოლოდ უხეშ ზღვარს გავავლებთ სულსა და გონებას შორის. აზრებს, გონებას დავუტოვებთ, გრძნობებს კი სულს. როცა ახტაცების, შთაგონების, დაფრთიანების შეგრძნება შეგიპყრობთ, ეს სულის შეგრძნებებია. მძიმე, დამთრგუნველი შეგრძნებები, ესეც ასევე სულის მდგომარეობებია. გონება თავიდან ბოლომდე ქანქარების ძალაუფლების ქვეშ იმყოფება და იმ წარმოდგენების და რწმენების, რომლებიც აქამდე ქანქარების მიერაა თავს მოხვეული. ეს იგივეა დაახლოებით როგორც ეგრეგორი. თუ არიცით რა არის ეგრეგორი, ამის შესახებ კოდის მიერ მომზადებული ეპიზოდი შეგიძლია იხილოთ სახელწოდებით ეგრეგორი, ადამიანის აზროფორმა. ადამიანის თავისუფლების დონე მხოლოდ ნებადართულის ვიწრო ჩარჩოებითაა შეზღუდული. თავის ადგილს ამ სამყაროში ადამიანი შეცდომით განსაზღვრებს, ან მსახურის, ან ბატონის როლში. ტრანსერფინგის თვალსაზრისით არც ერთი ეს პოზიცია მართალი არაა. ადამიანი არის არაფერი. იგი მხოლოდ წვეთია, რომელიც წამით მოწყდა ოკეანეს. წყლის ცალკეულ ნაწილაკს სხვადასხვა ფორმების მიღება შეუძლია. წვეთის, ფიფქის, ყინულის, ღრუბლის, ორთქლის ფორმები სხვადასხვა, მაგრამ არსი ერთია. ნაწილაკს არ ახსოვს და ვერ იგებს, რომ ის და ოკეანე ერთნი არიან.
ნაწილაკს ეჩვენება, რომ ოკეანე ესაა ტალღები, ქაფი, შხეფები, აისბერგი, დინებები, შტილი. ზუსტად ასევე ნაწილაკს ეჩვენება, რომ თავად იგია წვეთი, ან ფიფქი, ან ორთქლის ღრუბელი. ნაწილაკს უჭირს, რომ ამ ყველა გარეგნული გამოვლინების მიღმა ერთი დიდი არსი, წყალი დაინახოს. რაღაც ნაცნობია, მაგრამ არა მკაფიო და მოუხელთებელია. ბიბლიური ტექსტები ამ საკითხთან დაკავშირებით ჭეშმარიტებებს შეიცავენ, რომლებიც გონების აღნიშვნებითაა დამახინჯებული. მტკიცება, რომ ღმერთმა ადამიანი თავის სახედ და ხატად შექმნა, ჭეშმარიტია, მაგრამ ეს როგორც წესი დამახინჯებულად აღიქმება. ღმერთს ნებისმიერი ფორმის მიღება შეუძლია, მაგრამ მისი არსი იმაში არაა, რომ თავი, ორი ხელი და ორი ფეხი აქვს. თუ ღმერთს ოკეანეს შევადარებთ, ადამიანს კი წვეთს, მაშინ მათ ერთი საერთო არსი აქვთ, წყალი. ანუ თლიანობა. ადამიანები, რომლებიც სიკვდილის სიცოცხლის ზღვარზე იყვნენ, ამბობენ, რომ სული ენით აღუწერელ სიმშვიდეს და ნეტარებას განიცდის კოსმოსთან თავისი ერთიანობის შეგრძნებისგან. წვეთი ოკეანეს დაუბრუნდა და მას თავისი ჭეშმარიტი არსების შეგრძნებაც ეწვია. იგი იმავე სუბსტანციისგან შედგება, რისგანაც ოკეანე. ენერგიის მთელი ენერგია წვეთში გადის. ადამიანები ცივილიზაციის მთელი ისტორიის მანძილზე ცდილობდნენ, რომ თავის თავში ცხოვრებაშივე გამოეწვიათ კოსმოსთან ერთიანობის შეგრძნება. სულიერი განვითარების ყველა სკოლა საბოლოო ჯამში ერთ მიზანს ემსახურება: მიაღწიოს გასხივოსნებას. ანუ სხვა სიტყვებით, შეიგრძნოს ამ სამყაროსთან საკუთარი ერთიანობა. შეერწყას ენერგიის ოკეანეს და ამავდროულად არ დაკარგოს საკუთარი თავი, როგორც ინდივიდუალურმა არსებამ. ამასვე გადაგებს სხვადასხვა რელიგიებით, სხვადასხვა ხედვით. თუმცა მათი თარგმანი სოციუმში დაკარგულია და გამოყენებულია ვიწრო ინტერესების შესაბამისად. რას იღებს ადამიანი, რომელმაც გასხივოსნებას მიაღწია? იგი თავის განკარგულებაში სამყაროს მთელი ოკეანის ენერგიას იღებს. იგი ვერ ხედავს პრინციპულ სხვაობას საკუთარ თავსა და ოკეანეს შორის. მისი აზრობრივი ენერგია რეზონანსში შედის ოკეანის ენერგიასთან. მაშინ გასხივოსნებულის განზრახვა იგივე ხდება, რაც გარეგანი განზრახვა. ეს ძლევამოსილი, მიუწვდომელი ძალაა, რომელიც მთელ სამყაროს მართავს. გნებავთ ღმერთის ძალა. ადამიანი ატაცებული ხდება გარეგანი განზრახვის ქარის მიერ და გადაიტყორცნება ვარიანტთა სივრცის იმ სექტორში, რომელიც მის აზრობრივ გამოსხივებას შეესაბამება. ვარიანტთა სივრცეში მიზანმიმართული მოძრაობისათვის ადამიანს სჭირდება, რომ ისევე ცხადად შეიგრძნოს გარეგანი განზრახვის ეს ქარი, როგორც ჰაერის ან წყლის მოძრაობას გრძნობს. მანამ სანამ ადამიანი ოკეანესთან თავისი იგივეობის არსს და ბუნებას არ აცნობიერებს, გარეგანი განზრახვა მას არ ხელეწიფება. ჩვენ არ დავისახავთ მიზნად გასხივოსნების მიღწევას. ეს ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ თქვენი მიზნების რეალიზაციისათვის ეს აუცილებელი არაა. არა აუცილებელი ტიბეტში წახვიდეთ და იქ მედიტაციით დაკავდეთ. ტრანსფერინგი გთავაზობთ ერთ გასაღებს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ დაიმორჩილოთ გარეგანი განზრახვა, მცირე, მაგრამ იმ დონით, რომ სურვილები შეგისრულდეთ. ამ გასაღების პრინციპი საკმაოდ მარტივია. გონებას გააჩნია ნება, მაგრამ არ შეუძლია გარეგანი განზრახვის მართვა. სულს შეუძლია შეიგრძნოს თავისი ერთიანობა გარეგან განზრახვასთან, მაგრამ ნება არ გააჩნია. იგი დაფრინავს ვარიანტთა სივრცეში, როგორც უმართავი ქაღალდის გველი. იმისთვის, რომ გარეგანი განზრახვა ნებას დაუქვემდებაროთ, საკმარისია მიაღწიოთ სულისა და გონების ერთობას, ჰარმონიას. ეს საკმაოდ რთული, მაგრამ მაინც შესრულებადი ამოცანაა. როგორც ადრე ვაჩვენე, გარეგანი განზრახვის მუშაობა კარგად შესაგრძნობლად ვლინდება ჩვენი ცუდი მონოდინების რეალიზაციის დროს. მოცემულ შემთხვევაში გარეგანი განზრახვა გონების ნების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ის გადარჩენია, გავარკვიოთ თუ როგორ შეგვიძლია კარგი მონოდინების რეალიზება. განზრახვის თავში ჩვენ უკვე განვსაზღვრეთ თუ რა არის პირველი აუცილებელი პირობა გარეგანი განზრახვის დასაუფლებლად. გაცნობიერება, მნიშვნელოვანობის დაწევა და მიზნის მიღწევის სურვილზე უარის თქმა.
მალე თქვენ გაიგებთ ტრანსერფინგის ახალ საიდუმლოებებს, რომლებიც კარს აღებენ გარეგანი განზრახვის ამ იდუმალ სამყაროში. ადამიანები საკუთარ თავს და სამყაროს გარე გამოვლინებებს მხოლოდ მატერიალური ობიექტების სახით აღიქვამენ. ყველა მატერიალურ ობიექტს გააჩნია ერთი საერთო ენერგოინფორმაციული არსი, რომელიც აღქმას არ ექვემდებარება. ესაა ის, რაც ვარიანტთა სივრცეში იმყოფება და მატერიალური რეალიზაციის მუშაობას განსაზღვრავს. იმ აბსტრაქტული აღნიშვნების ენა, რომლის გამოყენებასაც მივეჩვიეთ, ენერგოინფორმაციული არსის მხოლოდ გარე გამოვლინებას აღწერს. თავად ამ პირველადი არსის აღწერა შეუძლებელია ერთნიშნულოვნად. გონებრივი აღნიშვნების ენით და სწორედ აქედან მოდის ფილოსოფიური და რელიგიური მიმდინარეობების ასეთი სიმრავლე. ჩვენი აღქმა ასეთად იმიტომ ფორმირდა, რომ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ ყურადღების კონცენტრაციას ცალკეულ ელემენტებზე. შეხედე, ეს შენი ხელუკებია, ესენი კი ფეხუცები. აი, ჩიტმა გაიფრინა. აღქმის კონცენტრაცია მთელი ცხოვრების განმავლობაში ხდება. გონებას გამუდმებით შესაბამისობაში მოუყავს გარეგანი მონაცემები სამყაროს აღწერის შექმნილ შაბლონთან. მაგალითად, თუ კი ჩვენ არასოდეს გვინახავს ადამიანის ენერგეტიკული გარსი, გონება ასე ადვილად არ დაუშვებს, რომ იგი ხილული გახდეს. ეს ჩვეულ შაბლონს არ შეესაბამება. ბავშვობაში არავინ მიმართავდა ყურადღებას აურაზე, ამიტომ იგი არ შევიდა სამყაროს აღწერილობის ფიზიკურ შაბლონში. ახლა ჩვენ შეგვიძლია თეორიულად ვიცოდეთ, რომ იგი არსებობს, მაგრამ პრაქტიკულად ვერაფერს დავინახავთ. გარე სამყაროს აღქმის მექანიზმი დღემდე თეთრ ლაქად რჩება. შეგვიძლია მხოლოდ განვიხილოთ მისი ცალკეული მხარეები. ჭიანჭველებს მაგალითად არასოდეს უნახავთ ვარსკვლავები. მათ არ უნახავთ არც მზე, არც მთები და არც ტყე. მათი მხედველობა ისეა მოწყობილი, რომ მათ დაბადებიდან საქმე მხოლოდ ახლო მდებარე საგნებთან ჰქონდათ. გარე სამყაროს მათეული აღქმა ძირფესვიანად განსხვავდება ჩვენი აღქმისგან, მაგრამ ჩვენი აღქმაც შეზღუდულია, ისევე როგორც ჭიანჭველებისთვის. და როგორ გამოიყურება სამყაროს სინამდვილეში? ეს ამ ცდელობა, რომ თითქოს და ობიექტური კითხვა დავსვათ და ობიექტური პასუხი მივიღოთ. თუმცა მოცემული საკითხი თავად არ წარმოადგენს ობიექტურს. სამყარო სწორედ ისე გამოიყურება, როგორც ვხედავთ, რადგანაც ცნება ხედვა, ასევე ჩვენი აღქმის შაბლონის ელემენტია. მაგალითად, არ არსებობს ცნება გამოიყურება. სამყარო ჩვენს წინაშე დემონსტრირდება აღქმის ჩვენივე შაბლონის შესაბამისად და ამავდროულად იგი არანაირად არ გამოიყურება. აზრი არ აქვს იმის მტკიცებას, რომ სამყარო ჩვეულებრივ გამოიყურება, ან როგორც მანათობელი ენერგიების გროვა. აზრი აქვს ვისაუბროთ მხოლოდ მის ცალკეულ გამოვლინებებზე, რომელთა აღქმასაც ვახერხებთ. ადამიანის ცნობიერება სოციალური პროდუქტია. ცნობიერება ეფუძნება იმ ყველაფრის განსაზღვრებას და ცნებებს, რაც ჩვენს გარშემოა. სული, ქმეცნობიერი, ადამიანს დაბადებიდან აქვს. ცნობიერება კი მაშინ მოდის, როცა ყველაფერი გარშემომყოფი განსაზღვრულია ადამიანურ ენაზე ახსნადი ცნებებით და განსაზღვრებებით. მაგრამ სამყარო იმიტომ არ არსებობს, რომ ადამიანებმა იგი თავიანთი ცნებებით აღწერეს. ამ მიმართებაში ადამიანის სული ყოველთვის გაუნათლებელი რჩება. მას არ ესმის ადამიანური ენა, მას მხოლოდ ის ესმის, რასაც მივეჩვიეთ, რომ შეგრძნებები ვუწოდეთ. ჯერ აზრი ჩნდება და მხოლოდ შემდეგ ფორმირდება იგი სიტყვებად. შეგვიძლია სიტყვების გარეშე ვიფიქროთ. სწორედ ესაა ცნობიერებისთვის გასაგები ენა. პირველადი აზრებია და არა სიტყვები. ქვეცნობიერთან შეუძლებელია გონების ცნებებით საუბარი. ყველაფერს ვერ გამოხატავ ცნებათა არსებული ნაკრებით. როგორც შეამჩნიეთ, მე მაინც ვერ მოვახერხე კარგად გასაგებად ამეხსნა, თუ რას ნიშნავს გარეგანი განზრახვა. საბედნიეროდ, ადამიანებს მაინც დარჩათ უნივერსალური გამოხატვის საშუალება, ხელოვნების ნიმუშები. ესაა ის, რაც სიტყვების გარეშეც გასაგებია. სულის ენა ყველასთვის გასაგებია. ესაა იმ საგანთა ენა, რომლებიც სიყვარულით და გატაცებითაა შექმნილი. როცა ადამიანი თავისი მიზნისკენ, თავისი კარით მიდის, ანუ როცა ჭეშმარიტად თავისი საქმითაა დაკავებული, იგი შედევრებს ქმნის. სწორედ ასე იქმნება ის, რასაც ხელოვნებას უწოდებენ. ჯოკონდას ღიმილმა ასეთი ცოცხალი ინტერესი მხოლოდ იმიტომ არ გამოიწვია, რომ იგი თითქოს იდუმალია.
არ მოგსვლიათ თავში, რომ ჯოკონდას ღიმილი და ბუდას ღიმილი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ითვლება, რომ ბუდამ ცხოვრებაშივე მიაღწია გასხივოსნებას. სხვა სიტყვებით, მან მოახერხა, რომ ეგრძნო თავისი ერთიანობა ოკეანესთან. ბუდას ღიმილი ყველა გამოსახულებაზე სიმშვიდეს და ნეტარებას გამოხატავს. იგი შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც მარადიულობის ჭვრედა. როცა ბუდას ღიმილს პირველად ხედავ, ჩნდება ცნობის მოყარეობისა და გაუცების უცნაური ნაზავი. ეს იმიტომ, რომ იგი ახსენებს წვეთს, რაღაც შორეულს და დავიწყებულს, ოკეანესთან ერთიანობის შეგრძნებას. კოლოსალური ინტელექტუალური ძალისხმევების შედეგად გონებამ საოცარ წარმატებებს მიაღწია მატერიალური რეალიზაციის ტექნოტრონულ სამყაროში, მაგრამ დაგარგა ყველაფერი, რაც არარეალიზებულ ვარიანტს და სივრცეს განეკუთვნება. გონება მეტისმეტად შორს წავიდა იმ ყველაფრის გაგებისგან, რაც გარეგან განზრახვას უკავშირდება. ამიტომაც გვეჩვენება ტრანსერფინგის ბევრი მოცემულობა დაუჯერებლად, მაგრამ გონებას მაინც შეუძლია დაკარგულის დაბრუნება. ამისთვის საჭიროა, რომ დავალაგოთ ურთიერთობა სულსა და გონებას შორის. სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სული გონებისგან განსხვავებით კი არ ფიქრობს, არამედ იცის. იმ დროს, როცა გონება იაზრებს მიღებულ ინფორმაციას და ატარებს მას თავისი მსოფლმხედველობის ანალიტიკური ფილტრის შაბლონში. სული ცოდნას იღებს პირდაპირ ანალიზის გარეშე. ზუსტად ასევე მას პირდაპირ შეუძლია მიმართოს გარეგან განზრახვას. იმისთვის, რომ ეს მიმართვა მიზანმიმართული გახადოს, აუცილებელია გონების ნებისა და სულის მისწრაფების შეთანხმება. ერთობამდე მიყვანა. თუ ასეთი ერთობა მიღწეულ იქნება, თქვენი სულის აფრა გაიბერება გარეგანი განზრახვის ქარით და პირდაპირ მიზნისკენ წაგიყვანთ. ჯადოქარი თქვენს შიგნითაა. თქვენს სულს ყველაფერი აქვს თქვენი სურვილის განსახორციელებლად. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია გარეგან განზრახვასთან, გონებრივი აღნიშვნების ფარგლებში არ ეტევა. ასეთ მდგომარეობაში გონებამ თავად ჩაიგდო თავი და კანკარები ამაში გვარიანად დაეხმარნენ. კონტროლი გარეგან განზრახვაზე ადამიანს თავისუფლებას აძლევს. ეს კი კანკარების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ერთი მხრივ არსებობს პოზიტიური აუცილებლობა. ვასწავლოთ ადამიანებს ამ ქვეყანაში ნორმალურად არსებობა. საყოველთაოდ მიღებული ნორმების დამრღვევი ან ლუზერი ხდება, ან განდევნილი. მაგრამ მეორე მხრივ ასეთი შთაგონება ძლიერ ახშობს პიროვნების ინდივიდუალურ უნიკალურობას, რის გამოც ადამიანებს არ შეუძლიათ ზუსტად თქვან, რა უნდათ სინამდვილეში და არ იციან რა შეუძლიათ. იმისთვის, რომ ადამიანს წამართვად გარეგანი განზრახვის მართვის უნარი, საჭიროა მხოლოდ დავაცალკებოთ გონება სულისგან, რაც გაკეთდა კიდეც. კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში ჩატარებული იქნა უზარმაზარი სამუშაო სულისა და გონების დამონების მიზნით. გონება გამუდმებით სრულყოფდა თავისი აღნიშვნების ენას და სულ უფრო შორდებოდა სულის ენას. რელიგიების კანკარები, ისევე როგორც მეცნიერების, გონებას სხვადასხვა მხარეს ეკაჩებოდნენ, მაგრამ სულის ნამდვილი არსისგან რაც შეიძლება შორს. სამეწარმეო და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებამ ბოლო რამდენიმე ასწლეულში საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი სულსა და გონებას შორის და ადამიანი აიხლარდა. ახლა, სწორედ რომ კაცობრიობის გადარჩენა მიმდინარეობს. ხომ არ შობს დამუსვათ საკუთარ თავს კითხვა, რატომ ის და არა მე? რა მჭირდება რომ ამ რჩეული ერთეულების რიცხვში შევიდე? არ არის აუცილებელი ჯადოქარ გუდვინად ყოფნა, მაგიური რიტუალების ჩატარება, არამედ უბრალოდ პასუხს მოგცემთ. თქვენ გაქვთ ყველაფერი, რაც აუცილებელია. ისღა დაგრჩენიათ, რომ გამოიყენოთ. თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ. უბრალოდ ამის შესახებ არავის უთქვამს თქვენთვის. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ შესანიშნავი ხელოვნების შედევრები, გააკეთოთ გენიალური აღმოჩენები, მიაღწიოთ საოცარ შედეგებს სპორტში, ბიზნესში, ნებისმიერ პროფესიულ საქმიანობაში. ამისთვის მხოლოდ გჭირდებათ, რომ საკუთარ სულს მიმართოთ. მას აქვს წვდომა ნებისმიერ ცოდნაზე. უბრალოდ ჯერ არ გითხოვიათ მისთვის ამის შესახებ. ხელოვნების, მეცნიერების, ბიზნესის ყველა დიდი გენია თავის შედევრს მხოლოდ იმიტომ ქმნიდა, რომ საკუთარ სულს მიმართავდა. და რითაა უარესი თქვენი სულის ხვაზე? არაფრით. ეს განაცხადი ეჭვს იწვევს თქვენში. მაგრამ თქვენ ხომ არ გეპარებათ ეჭვი, როცა შთაგაგონებენ, რომ უნარები, შესაძლებლობები და რაღაც თვისებები არ ყოფნით, რომ ღირსი არ ხართ, რომ სხვები გჯობნით.
თქვენ ადვილად იღებთ რწმენად მტკიცებას, რომელიც მაღალ კედელს აღმართავს თქვენი მიზნისკენ მიმავალ გზაზე. მაშ დაეხმარეთ საკუთარ თავს და უფლება მიეცით იცოდეს, რომ ყველაფერი საუკეთესოს ღირსი ხართ და ყველაფრის მიღწევა შეგიძლიათ, რასაც კი გულით იზურვებთ. ეს ცხოვრება მხოლოდ ერთი გაქვთ. ნუ თუ დრო აღარაა, რომ გადაიფერთხოთ დამყარებული წარმოდგენების მტვერი, რომლებიც შესაძლოა ცრუნი აღმოჩნდნენ. თქვენ კი ამის შესახებ ვერც კი გაიგოთ. უბრალოდ ვერ მოასწრებთ, რომ გაიგოთ. ცხოვრება გაივლის. ყველა შესაძლებლობა ამოიწურება, ხოლო ამ მშვენიერი ცხოვრების ყველა სიკეთე სხვებს შეხვდება. ერთეულებს, მაგრამ არა თქვენ. გამოიყენოთ თუ არა საკუთარი უფლებები, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. თუ კი ფლობის საშუალებას მისცემთ საკუთარ თავს, ეს ყველაფერი გექნებათ. უნდა დაიწყოთ იმით, რომ დაიჯეროთ სულის უსაზღვრო შესაძლებლობების და მიმართოთ მისკენ თქვენი გონება. ამის გაკეთებაში ხელს ცრუ წარმოდგენები გიშლიან, რომლეთაგანაც ბევრს ტრანსსერფინგის მოდელი ამსხვრევს. მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობენ ადამიანს შთააგონონ, რომ წარმატება, სიმდიდრე და დიდება მხოლოდ რჩეულების ხვედრია. სასწავლო დაწესებულებებში, კონკურსებში და სხვადასხვა ატესტაციებში ადამიანს მუდმივად ანიშნებენ, რომ იგი შორსაა სრულყოფილებისგან, რომ სხვები მასთან შედარებით უკეთესები და ღირსეულები არიან, უპირატესები. ის, ვინც ეს არ დაიჯერა, წარმატებასაც უხვად იღებს, სიმდიდრესაც და დიდებასაც. ასე მარტივია ყველაფერი. მარტივი არაა მხოლოდ ერთი, დაიჯეროთ, რომ თქვენ ამას იმსახურებთ და შეგიძლიათ მიაღწიოთ. მაგრამ თქვენ მართლაც შეძლებთ დაჯერებას, თუ კი ასეთი განზრახვა გექნებათ, ანუ სურვილი. ყოველ სულს გააჩნია თავისი ინდივიდუალური ვარსკვლავური სექტორი. გასაგებია, რომ ასეთი სექტორი შესაძლოა უსასრულოდ მრავალრიცხოვანი იყოს, მაგრამ ჩვენ პირობითად ჩავთვალოთ, რომ ყოველ ცალკეულ სულს მისი უნიკალური სექტორი გააჩნია, ინდივიდუალური მიზანი, ანუ ღერძი. გონება, რომელიც ქანქარების სატყვარებითაა გატაცებული, უსარგებლოდ იწყრიალებს სხვის სექტორში. ეცდება, რომ დააკოპიროს სხვების თვისებები, ან გაიმეოროს სხვისი წარმატების სცენარი, მაგრამ სხვისი სცენარის მიბაძვა ყოველთვის პაროდიას წარმოშობს. სული ვერ შეძლებს საკუთარი თავის უცხო სექტორში რეალიზებას. და როგორ უნდა ვიპოვოთ ჩვენი სექტორი? ამაზე გონებას შეუძლია არ იდარდოს. სული თავად იპოვის თვით გამოხატვის გზას. გონების ამოცანა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ დაივიწყოს სხვისი გამოცდილება, აღიაროს საკუთარი სულის უნიკალურობა და საშუალება მისცეს მას, რომ თავისი გზით იაროს. განსაკუთრებით ძლიერ ექვემდებარებიან ქანქარების ზეგავლენას მოზარდები, რადგანაც მათ ახლახან შემოაბიჯეს ამ სამყაროში და არ იციან, რა გააკეთონ და როგორ მოიქცნენ. უფრო მარტივი და უსაფრთხოა ბრბოს შეერიო, განსაკუთრებულად არ გამოირჩეოდე და ყველასათვის იცხოვრო. ჯოგური ინსტინქტი უსაფრთხოების შეგრძნებას იძლევა, მაგრამ საფუძველშივე ჭრის ინდივიდუალურობის ჩანასახებს. საცოდაობაა იმის ნახვა, თუ როგორ ერთნაირად იცვამს ახალგაზრდების უმეტესობა, როგორ იყენებს ერთი და იგივე ლექსიკას და როგორ ერთნაირად იქცევიან. მიუხედავად დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარეგნული შთაბეჭდილებისა, ისინი მორჩილად მიხვებიან ქანქარას. გააკეთე ისე, როგორც მე. თავად კი თვლიან, რომ ახალი თაობის მოდერნიზმს ატარებენ, მაგრამ მათგან რომლები ქმნიან ამ სიახლეებს? ქანქარების იგივე ეგრეგორების სამყაროში მოქმედებს კანონი. ფავორიტები მხოლოდ ერთეულები ხდებიან. ყველა დანარჩენმა რიგითი მიმდევრების ფუნქცია უნდა შეასრულოს და სისტემის დაწესებულ კანონებს უნდა დაემორჩილოს სახურის როლში. ტრანსსერფინგს არ შეუძლია ამ კანონის დარღვევა, მაგრამ იგი შეძლებს, რომ კონკრეტულად თქვენთვის გატეხოს კანონი, თუ კი მოისურვებთ. ქანქარები იძულებულნი იქნებიან, რომ ფავორიტების სიაში ჩაგრიცხონ, თუ კი საკუთარი სულის უნიკალურ თვისებებს გამოიყენებთ. ბევრ ადამიანს ჯერა, რომ ადამიანის სულს ამ ცხოვრებაში მისი მფარველი ანგელოზი ეხმარება. თუ გჯერათ თქვენი მფარველი ანგელოზის, ძალიან კარგი, დაიჯერეთ. ეს ნიშნავს, რომ ის არსებობს. თქვენ ფიქრობთ მასზე, იმედი გაქვთ მისი, მადლიერი ხართ და ეს აზრები მას რეალურად აქცევენ. ეჭვიც არ შეგეპაროთ. ვარიანტ და სივრცეში ყველაფერია. თუ ასე უფრო მოსახერხებელია თქვენთვის, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თქვენი აზრები დამოუკიდებელ ენერგო-ინფორმაციულ არსებას ქმნიან. რაც უფრო გულწრფელად გეყვარებათ და მადლიერებას გაუგზავნით ყოველ წვრილმანზე, მით უფრო ძლიერი იქნება თქვენი ანგელოზი და მით უფრო მეტად დაგეხმარებათ. ანუ თქვენვე გააძლიერებთ მას. საბოლოო ჯამში
არც ისე მნიშვნელოვანია თქვენგან დამოუკიდებლად არსებობს იგი, თუ თქვენი ფიქრებითაა შექმნილი და თუ ანგელოზის არ გჯერათ, ამაშიც არაფერია ცუდი. თუ ისედაც კომფორტულად ხართ, მაშინ ყველაფერი რიგზია. ბოლოს და ბოლოს, რისიც გჯერა, იმას იღებ. თქვენი სული ამ სამყაროში ნდობითა და იმედებით აღსავსე, ფართოდ გახელილი თვალებით მოვიდა, მაგრამ ქანქარებმა მაშინვე ხელთ იგდეს იგი. შთაგონეს რა, რომ აქ მას არავინ ელოდებოდა, რომ მისი მოსვლა არ უხარიათ და ბინძური და მძიმე სამუშაო უნდა შეასრულოს ლუკმაპურისთვის. რა თქმა უნდა, ყველა არ იბადება სიღარიბეში, მაგრამ დიდრებს თავისი პრობლემები აქვთ, ოღონდ სხვა ხასიათის. ქანქარების სამყაროში მდიდრები არანაკლებ იტანჯებიან, ვიდრე ღარიბები. თქვენი სული მატერიალურ სამყაროში იმისთვის არ მოსულა, რომ იტანჯოს, მაგრამ ქანქარებს აწყობთ, რომ მზის ქვეშ ადგილისათვის ბრძოლა ნორმა იყოს. როგორც იცით, ქანქარა, რომელიც წარმოშობილია ადამიანთა ჯგუფის საერთო აზრებითა და ქმედებებით, იგივე ეგრეგორი, დამოუკიდებლად იწყებს ცხოვრებას ენერგოინფორმაციული არსების სახით. ენერგოინფორმაციული გაცვლის საშუალებით იგი თავის ნებას უქვემდებარებს, მიმდევრებს და აიძულებს მათ, რომ თავისი ინტერესების შესაბამისად აფიქროს და ამოქმედოს. ადამიანები ქანქარას აძლევენ ენერგიას, როცა გამოხატავენ უკმაყოფილებას, გაღიზიანებას, რისხვას, შფოთვას, შიშს და ასევე როცა ქანქარების ბრძოლაში მონაწილეობენ. ჩვენ შთაგვაგონეს, რომ გადარჩენისათვის ბრძოლა და ბუნებრივი გადარჩევა აუცილებელ და ნორმალურ პროცესს წარმოადგენს და ისინი ცხოვრების განვითარებას უწყობენ ხელს. მართალია, ასეთი პროცესები ნამდვილად უწყობენ ხელს აგრესიული ტიპის სამყაროს განვითარებას. თუმცა, ბუნებრივი გადარჩევა სულაც არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას ცხოვრების განვითარებისთვის. ცხოვრება შეიძლება განვითარდეს სხვა, უფრო ჰუმანური კანონებითაც. ჩვენ ვერანაირად ვერ შევცვლით ამ სამყაროს. იძულებულნი ვართ შევეგუოთ იმას, რაც ჩვენზე არაა დამოკიდებული. მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი თავი და დამოკიდებულებები. გამოვიყენოთ ჩვენს წინ არსებული შესაძლებლობები და ვარიანტები. ბევრი შეზღუდვა და პირობითობა ფაქტიურად ფუტლი არ შიკეტავს სულს. ქანქარებით შეპყრობილი გონება სულის ბადრაგი ხდება და საშუალებას ანაძლევს მას, რომ თავისი უნარების რეალიზება მოახდინოს. ადამიანი უბრალოდ იძულებულია, რომ ისე მოიქცეს, როგორც ამას ქანქარების სამყარო ითხოვს. გამოხატოს უკმაყოფილება, გაღიზიანდეს, დაფრთხეს, შეეჯიბროს, იბრძოლოს. ადამიანის ქცევა და აზრები განპირობებულია მისი ქანქარებზე დამოკიდებულებით. ახლა თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ ქანქარების ძალაუფლება მნიშვნელოვანობაზე და გაუცნობიერებლობაზე დგას. ადამიანი გაუცნობიერებლად რეაგირებს ქანქარების პროვოკაციებზე. იგი მექანიკურად ემორჩილება შფოთვას, შიშს, გაღიზიანებას. ჩვევისამებრ გამოხატავს უკმაყოფილებას და ბრაზობს. მას ადვილად იპყრობს სასოწარკვეთილება. ამიტომ თუ ამას გავიაზრებთ და მიდგომებს შევცვლით, ეს ეგრეთ წოდებული ქანქარები ვერაფერს დაგვაკლებენ. თქვენმა გონებამ უნდა შეიგნოს, რომ ვალდებული არ ხართ დესტრუქციული ქანქარების შუაზე იაროთ. გააერთიანეთ გონება სულთან და ყველაფერს მიიღებთ, რაც თქვენს სულს გაუხარდება. პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით. საჭიროა მხოლოდ რომ განთავისუფლდეთ ქანქარებისგან და აღმოფხრათ უთანხმოება სულსა და გონებას შორის. მიეცით თავს ფუფუნება, რომ ყველაფერი საუკეთესოს ღირსი იყოთ. ამ თამაში თქვენი შესაძლებლობები მხოლოდ თქვენი განზრახვითაა შეზღუდული. ქანქარების შესაძლებლობები კი შეზღუდულია მხოლოდ თქვენი მნიშვნელოვანობის და გაცნობიერებულობის დონით. გახსოვდეთ, თუ მე ცარიელი ვარ, ქანქარა ვერაფერზე მომეჭიდება. თუ თამაშის აზრს ვაცნობიერებ, ქანქარები თავს ვერ მომახვევენ სცენარს. თუ ქანქარებმა მოახერხეს, რომ იმედები გაეცრუებინათ თქვენთვის, გაებრაზებინეთ, წონასწორობიდან გამოიყვანეთ, ეს ნიშნავს, რომ უკან უნდა მოიხედოთ და გააცნობიეროთ, რაში ასიეთ მნიშვნელოვანობის დონე. შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება იმისადმი, რამაც წონასწორობიდან გამოგიყვანათ. უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენი მნიშვნელოვანობა თქვენ კი არა, ქანქარებს სჭირდებათ. ეს თამაში სასტიკია და თქვენს სისუსტეზეა გათვლილი. როგორც კი მნიშვნელოვანობის სისუსტეს გამოავლენთ, მაშინვე წააგებთ. მაგრამ თუ მნიშვნელოვანობა ნულზეა, ქანქარები თქვენს სიცარიელეში ვარდებიან. თიხის კერპები დაიმსხვრევიან. მაშინ იგრძნობთ თქვენს ძალას და მიხვდებით, რომ თავად შეგიძლიათ თამაშის სცენარის განსაზღვრა. მოიპოვებთ რა თავისუფლებას ქანქარებთან ბრძოლაში. თქვენ მიიღებთ არჩევანის თავისუფლებას. შეგიძლიათ იყოთ რეჟისორი, სცენარისტი და არა უბრალოდ შემსრულებელი. თუ ადამიანს თვითონ არ უყვარს საკუთარი თავი, უკმაყოფილება საკუთარი თავით, არასაყვარელ საქმეს აკეთებს, თუკი მისი გონება სულისგან გახლეჩილია, მაშინ მას ვერ ექნება მომხიბვლელი სილამაზე.
სულისა და გონების ნებისმიერი კონფლიქტი ადამიანის გარეგნობასა და ხასიათზე აისახება. შესაბამისად, ნეგატიურ დამოკიდებულებას მიიღებს სხვისგანაც. თუ საკუთარი თავი სათანადოდ არ გიყვართ და არ გყავთ მიღებული, ისეთი, როგორიც ხართ. მერწმუნეთ, არც სხვა მიგიღებთ და შეგიყვარებთ. ხოლო თუ ადამიანი კმაყოფილია საკუთარი თავით, უყვარს საკუთარი თავი, სიამოვნებით ცხოვრობს, საყვარელ საქმეს აკეთებს, მაშინ მისგან თითქოს შინაგანი სინათლე ასხივებს. ეს ნიშნავს, რომ გონება სულის ფრეილებზე გადაეწყო. სული კომფორტს განიცდის, როცა გონება თავის ფუტლიარში არ აღჩობს მას, არამედ უფრთხილდება, როგორც ვარდს ორანჟერიაში. ზრუნავს მასზე და საშუალებას აძლევს ყვავილის ყოველ ფურცელს, რომ თავისუფლად გადაიფურჩხნოს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, რომელსაც ბედნიერებას უწოდებენ. რა უშლის ხელს გონებას სულთან ურთიერთობის ძალაგებაში? კვლავ იგივე მნიშვნელოვანობა და კვლავ იგივე ძველი ნაცნობები. კანკარები. კანკარები ადამიანებს თავს ახვევენ სრულ მიზნებსა და ფასეულობებს. იმისთვის, რომ ერთობამდე მიიყვანოთ სული და გონება, აუცილებელია უფრო ხშირად მიაქციოთ ყურადღება სულიერი კომფორტის მდგომარეობას. თქვენ კომფორტულად გრძნობთ თავს, თუ მოცემულ მომენტში არაფერი გაწუხებთ, არ გთრგუნავთ, მყუდროდ და მშვიდად ხართ. სულიერი დისკომფორტი საწინააღმდეგო სიგნალს იძლევა. თქვენ გაქვთ ოდნავ შესამჩნევი მღელვარება. რაღაც გრთგუნავთ, რაღაცის გეშინიათ, დათრგუნულობას გრძნობთ, სულზე რაღაც ტვირთი გაწევთ. თუ მსგავსი შეგრძნებები მკაფიოდ ვლინდება და თქვენთვის გასაგებია მათი წარმოშობა. ეს ნიშნავს, რომ ეს გონების დისკომფორტია. გონებამ როგორც წესი იცის რა აშინებს, აშფოთებს და თრგუნავს. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ენდოთ გონებას, რომელიც გადაწყვეტილებას გიკარნახებთ. თუ მიზანი სწორადაა არჩეული, სულიც და გონებაც კმაყოფილნი იქნებიან. სიამოვნების დაკნინება არასოდეს იქნება გამოსავალი. საკუთარი სურვილების წინააღმდეგ წასვლა მხოლოდ უბედურების განცდას მოგიტანთ. ასევე თავი უნდა აარიდოთ მონოტონურობას და ერთფეროვნებას. გამეორების ყოველ ახალ სერიას თან უნდა ახლდეს განცდებისა და შეგრძნებების ახალი ასპექტები. სიზმარში სული არამიზანმიმართულად დაფრინავს და შეიძლება ნებისმიერ ადგილას მოხვდეს. სიფხიზლის დროს გახსნილი ფანჯრის შემთხვევაში, განსხვავებით ჩვეულებრივი ძილისგან, სული ფოკუსირებულია ვარიანტ და სივრცის სექტორზე, რომელსაც ფონად გონების მიმდინარე აზრების კონტექსტში უდევს. კონტექსტი სულის მზერას ვარიანტ და სივრცის შესაბამის სექტორზე მიმართავს, სადაც იგი იმ ცოდნას ხედავს, რომელიც აზრთა მიმდინარე შემადგენლობას შეესაბამება. როგორც კი ფანჯარა იხსნება, ეს ცოდნა გონებაში იჭრება. თუ გაღვიძებული გონება ყურადღებას მიაქცევს სულის შთაბეჭდილებებს, ანუ თავისი ძილის ამ მოკლე გამონათებას გაიხსენებს, მაშინ იგი მიიღებს იმას, რასაც ინტუიტიური ცოდნა ეწოდება. ცნობებს, რომლებიც თითქოს და არსაიდან გაჩნდნენ. ინტუიტიური ცოდნა და წინათგრძნობა თვითნებურად მოდიან. ამ შემთხვევაში გონება სულის შესაძლებლობებს პასიურ რეჟიმში აყენებს. იგი უბრალოდ იღებს ინფორმაციას იმ სექტორიდან, რომელშიც სული შემთხვევით შეეხეტა. ამგვარად, ჩვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ინტუიტიური შეგრძნება ჩვენში განზრახ გამოვიწვიოთ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ შემდეგ სულის აფრა საჭირო მხარეს მივმართოთ. მისცეს საკუთარ თავს ფლობის საშუალება სურვილის ასრულების აუცილებელი პირობაა. არ დაუჯეროთ არავის, ვინც მოგიწოდებთ, რომ საკუთარი თავი შეცვალოთ. ეს თქვენ უნდა მოგინდეთ ბუნებრივად. იძულებით არაფერი გამოვა. მხოლოდ დროებითი თავის მოტყუება. ამ ეპიზოდში განხილული და ნარჩები საკითხები მხოლოდ ინსტრუმენტია, არა მოწოდება. არამედ ახსნა და შეთავაზება, რომ გააცნობიეროთ და ამის შემდეგ იმ გზაზე დადგეთ, რომელიც გამოჩნდება და არა გზა გამოიგონოთ. ამ ვიდეოს სცენარი მომზადებულია ვადიმ ზელანდის წიგნის რეალობის ტრანსსერფინგის მიხედვით. თავი მეცხრე, სული და გონება. მისი მთარგმნელი კი გახლავთ არაცნობიერის მკვლევარი, ეზოთერიკოსი, პიროვნული განვითარების მენტორი ამუკა გურული. ეს მასალა კი განთავსებულია პორტალზე magma.g. სადაც ნახავთ უამრავ წიგნსა თუ სტატიას ქართულ ენაზე, რომელიც საკუთარ თავის შეცნობასა და განვითარებაში, პირველ რიგში კი გაცნობიერებაში დაგეხმარებათ. ამასობაში მოიწონე და დააკომენტარე ეს ვიდეო. გააზიარე, გამოიწერე კოდის YouTube არხი და დაეხმარე ამ პროექტს არსებობაში. შემიცნოთ სამყარო და საკუთარი თავი მეცნიერული და არა მხოლოდ მეცნიერული პერსპექტივიდან. მადლობა მხარდაჭერისთვის.